ირანის ზანანის პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ირანული მედიის ინფორმაციით სულ მცირე 14 ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრი დაიღუპა. თუმცა ამ აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ოფიციალური განცხადების მიხედვით და ეს ირანული მედიის ცნობით, ისინი ამას უწოდებენ აუფეთქებელ საბრძოლო მასალას. ანუ ბომბი, რომელიც ან ისრაელის, ან ამერიკული თვითმფრინავებიდან ჩამოაგდეს ომის დროს და არ აფეთქდა, ეხლა კი ცდილობდნენ მისი გადატანას ან რამე მსგავს და აფეთქდა. რის შედეგადაც 14 ირანის რევოლუციური გვარდიის ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა. როგორც იცით, ირანში ინტერნეტი უკვე 2 თვეზე მეტია გათიშულია. ამიტომ ძალიან რთულია ესეთი ამბების დადასტურება, მაგრამ ეს ინფორმაცია ირანულ მედიაში ვრცელდება. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემთხვევა ნამდვილად მოხდა. უბრალოდ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. მართლა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იყო თუ რამე სხვა. ეჭრები ირანული მედიის ახსნის მიმართ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი იდუმალის სიკვდილი ვიხილეთ, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს უკავშირდება. ასე რომ ჩანს, რომ ეს მხოლოდ შეცდომები არ არის. შეიძლება ვიღაც მართლაც მათზე ნადირობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იქნებოდა ყველაზე მომაკვდინებელი შემთხვევა, რაც კი ცეცხლის შეწყვეტის 7 აპრილიდან დაწყების შემდეგ ვინახავს. 14 ადამიანი დაიღუპა, შეიძლება მეტი. რადგან არიან დაშავებულებიც, რომლებიც ამჟამად კურნალობას გადიან. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისრაელი ემზადებოდა გამოეცხადებინა მოლაპარაკებების ჩავარდნა და გაეცა ნებართვა ირანის ობიექტებზე განახლებული დარტყმების განხორციელებაზე. ეს ინფორმაცია დიდი ამბავი არისო, რადგან მსგავსი ცნობები ისრაელის მედიიდან და რა თქმა უნდა ამერიკულ მედიიდანაც ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ გვესმის. მაგრამ შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმაც თქვა ეს. შესაძლოა მალე მოგვიწიოს კვლავ მოქმედება ირანში, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეჟიმი წლების განმავლობაში ვეღარ დაემუქრება ისრაელს. რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ირანში მომხდარი რამ ისრაელის ან ამერიკის ძალების გამო მოხდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ის საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგრამ გვაქვს სხვა მიზეზებიც ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ეს თავად ირანელებმა გააკეთეს. და ეს მიზეზი მოდის ირანელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც იმდენად შეშფოთებულნი არიან აჯანყების შესაძლებლობით, რომ საჯარო კომენტარებს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. სულ გუშინ ირანელმა პარლამენტარმა საბედიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ომის დროს საერთაშორისო ინტერნეტზე წდომას ზღუდავს, რადგან ეშინიათ, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არეულობის ორგანიზებისთვის. თუ ინტერნეტი სრულად გაიხსნება, ზოგიერთი დაქირავებული, რომლებიც ასევე შეიარაღებულნი არიან, შეიძლება ამ ქსელების საშუალებით შეკრებები ორგანიზონ. საბედიმ ასევე გაიხსენა ეროვნული აჯანყება 8-9 იანვარს, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ათასობით მომიტინგე მოკლეს და აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები შეიძლება კვლავ მოხდეს, თუ შეზღუდვები მოიხსნება. მან თქვა, რომ გათიშვა უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბრძანებით მოხდა და ძალაში დარჩება მანამ, სანამ საომარი მდგომარეობა გაგრძელდება. ესეთი განცხადებები ზუსტი მტკიცებულებაა იმისა, რომ არ გვჭირდება სადმე ვეძებოთ მტკიცებულება. ირანის ხალხი უჭერს თუ არა მხარს რეჟიმს. თვითონ რეჟიმის ოფიციალური პირები საჯაროდ ამბობენ, რომ თუ ინტერნეტი კვლავ ჩაირთვება, შეიძლება ისევ გქონდეს ისეთი პროტესტები, როგორიც იანვარში იყო. ისინი უფრო მეტად ირანის ხალხზე ღელავენ, ვიდრე ომზე. ეკონომიკა ინრევა ინტერნეტის გათიშვის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირები ურჩევნიათ ინტერნეტი გათიშული იყოს, ვიდრე პროტესტების გამო ძალაუფლება დაკარგონ. ამასთან ერთად ირანში სიკვდილით დასჯები კვლავ გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იანვრის პროტესტების დროს დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ ირანის უზენაესი მოსამართლე გვყავდა. ეს ადამიანი ირანში მთავარი ხელმძღვანელია, მთავარი მოსამართლეა და ამბობს, რომ ისინი გააგრძელებენ სიკვდილით დასჯას ყველასთვის, ვინც იანვრის პროტესტებთან არის კავშირში. მოусმინეთ, ეს პირდაპირ ეთერში თქვა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ადამიანი ერთ-ერთი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, რომ ისინი, ვინც ჩაიდინეს დანაშაული, ვინც მტერთან თანამშრომლობდა, ვინც შესაძლოა მტრის აგენტებად მოქმედებენ ქვეყნის შიგნით და გარეთ, იქნან სწრაფად გამოვლენილნი, დევნილნი და დაუყოვნებლივ გასამართლებულნი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ეს უნდა გაკეთდეს კანონის შესაბამისად, სამართლიანობისა და სამართლის საფუძველზე. ზუსტად ამას არ უნდა მტერს. ეს მდაბალი დაცგევლილი ადამიანები ფიქრობენ, რომ მაგალითად სასამართლო სისტემა მოქმედებს მათი სურვილების მიხედვით. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არ უნდა სიკვდილით დასაჯონ. ვინ ხარ შენ, რომ ამბობ, ისინი არ უნდა სიკვდილით დასაჯონ? შეცდომას უშვებ, როცა ამბობ, რომ დამნაშავე, რომელმაც ჩვენი საყვარელი ადამიანების, ჩვენი ძვირფასი ხალხის სისხლი დაღვარა და ომის დროს არასტაბილურობის გამოწვევას ცდილობდა, არ უნდა სიკვდილით დასაჯონ. ჩვენ მათ დავსჯით ნებისმიერი სასჯელით, რასაც კანონი ითვალისწინებს.
ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ამ ამპარტავანი ადამიანების სიტყვებსა და საუბრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ ამპარტავნების ძალა, არტავნების ძალა, რომელსაც თავადვეს ჯერათ რომ კონდათ. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით და ხაზგასმით აღნიშნავ. და მინდა საქმეების სწრაფად და ზუსტად განეხილებოდეს, განაჩენები კანონის შესაბამისად დროულად გამოტანილ იქნას, შესრულდეს და ყველა ეტაპზე მოხდეს ამის შესახებ ანგარიშგება. იყოს მთავრობა ყოველდღიურად შესრულდეს ყველა ქვეყანაში. ირანის ოფიციალური პირები, უფრო კონკრეტულად კი ირანის რევოლუციური გვარდია, იმდენად პარანოიდულია, რომ ისინი კლავენ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იყენებენ Starlinks, მხოლოდ იმის გამო, რომ ინტერნეტს უკავშირდებიან. შეხედეთ ამ ანგარიშს. ჰასამ ალადინი, რომელიც ორი შვილის მამა მოკლეს ცემით, მას შემდეგ რაც დააკავეს Starlink-ის გამოყენებისთვის ინტერნეტთან დასაკავშირებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ Starlink ქვეყანაში აკრძალულია 20 ლათებერვიდან ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ხალხს კლავენ სასამართლოს გარეშე. ეს ადამიანები ციხეებში კლავენ მხოლოდ Starlink-ის გამოყენებისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ სოფლიოსთან დაკავშირებულიყვნენ. ალადინი დააკავეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაადანაშაულეს ინტერნეტთან Starlink-ით დაკავშირებაში. მას ამ ბრალდებისთვის მტკიცებულება არ წარუდგენია. მას არ მისცეს შესაძლებლობა თავი დაეცვა. ის არასდროსაც არ წასულა სასამართლოში. ციხეში სცემეს და ის გარდაიცვალა. შემდეგ მისი ცხედარი ჩამოართვეს და ოჯახს არ დაუბრუნეს, მანამ სანამ ისინი არ დაეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც აცხადებდნენ, რომ არ ისაუბრებდნენ საჯაროდ მომხდარზე. და ეს ის რაღაცა, რასაც ირანის ოფიციალური პირები და ირანის ჯარისკაცები მანამდეც აკეთებდნენ. პროტესტის დროს ისინი კლავდნენ ხალხს და ცხედრებს მიჰქონდათ ერთ ცენტრალურ ადგილას, სადაც ოჯახებს შეეძლოთ მისვლა და ცხედრის ამ სამოცნობა. მაგრამ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ცხედრის წამოღება, თუ დათანხმებოდნენ გადაეხადათ ტყვიების საფასური, რომლითაც მათი ოჯახის წევრი მოკლეს. და ასევე თუ დათანხმებოდნენ, რომ არ გაასაჯაროებდნენ ამ ამბავს. თუ ისინი დათანხმებოდნენ, ეთქვათ, რომ აი ის იყო პოლიციის წევრი, ის იყო რეჟიმის ნაწილი, ის არ იყო პროტესტის მონაწილე. თუ ისინი დათანხმებოდნენ, ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, სადაც ეწერებოდა, რომ ის იყო რეჟიმის ნაწილი, მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ცხედრის წამოღება. ეხლა გაიგეთ, რომ ასეთი რამეები ალბათ არ არის YouTube-ისთვის მისაღები. ეს ძალიან სენსიტიური თემა. ვიგებ თუ YouTube არ სურს ეს გიჩვენოთ. მაგრამ სწორედ ამას აწყდებიან ირანელი ხალხი ყოველდღიურად. ამიტომაც ვაშუქებთ ირანის ომს. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, წამით შეჩერდეთ და დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს. ეხლა კი ვისაუბროთ, რა ხდება მოლაპარაკებების კუთხით. და სამწუხაროდ, ბევრი ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ გავაშუქეთ, რომ ირანმა ახალი წინადადება გაგზავნა, რომელიც ცოტა უკეთესია ვიდრე ის, რაც დაახლოებით 1 კვირის წინ გაგზავნეს. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რა დეტალებია ამ ახალ წინადადებაში. თუმცა ვიცით, რომ აშშ-ს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოს იგი. აი რას თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ამ წინადადებასთან დაკავშირებით. მოусმინეთ. ისინი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, მაგრამ მე ამით მაყოფილი არ ვარ. ირანი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რადგან მათ ფაქტობრივად აღარ აქვს სამხედრო ძალა და ამიტომაც შეთანხმება სურთ, მაგრამ მე მაყოფილი არ ვარ. იცი ეს ძალიან დაგსაქსული, არამეგობრული ხელმძღვანელობაა. ერთმანეთის მიმართაც არამეგობრულები არიან. ისინი ვერ თანხმდებიან. ისინი ძალიან დაბნეულები არიან იმით, რაც მოხდა, რადგან ფაქტობრივად მათი სამხედრო ძალის უმეტესობა განადგურებულია, მაგრამ ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ ირანთან, ვნახოთ რა ხდება. მაგრამ ვიტყოდი, რომ მე არ ვარ კმაყოფილი. მათი ხელმძღვანელობა ძალიან არათანმიმდევრულია, ერთმანეთთან ხშირად კამათობენ, ბრუნდებიან ერთ-ერთს ამბობს მეორეს. ისინი ძალიან დაბნეულები არიან. ცხადია, მათი ქვეყანა პირდაპირ განადგურებულია, მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალებიც აღარ არსებობს. მათი ბევრი ჯარისკაცი სამწუხაროდ აღარ არის. მათ ახლა უნდა იპოვონ გამოსავალი. ამ მომენტში მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ისინი აკეთებენ. ეხლა როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ არ ვიცით ზუსტი დეტალები იმ ახალი წინადადების, რომელიც ირანმა უკან გამოგვიგზავნა. მაგრამ ის დეტალები, რაც ვიცით, მოდის Axios-ის რეპორტაჟებიდან, რომელიც არის საინფორმაციო ორგანიზაცია და ძალიან კარგად აშუქებს ყველაფერს, რაც მოლაპარაკებების გარშემო ხდება. აი ინტერვიუ იმ ჟურნალისტთან, რომელიც აშუქებს ამ ყველაფერს და ის ზუსტად გვიზიარებს, რა იყო შეტანილი ამ ირანულ საპასუხო წინადადებაში, ან შეიძლება ითქვას, საპასუხო წინადადების საპასუხოში. ასე რომ, მოусმინეთ. რა არის უახლესი ინფორმაცია, რაც ხსმენიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალურად ამ წინადადებაში, რომელიც ირანმა გაგზავნა? ეს წინადადება რეალურად არის პასუხი იმ შესწორებებზე, რომლებიც შეერთებული შტატების მხრიდან ირანს გადაეცა თეთრი სახლის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის მიერ ორშაბათს.
რაც ვიტკოფმა გაუბზავნა ირანელებს, ძირითადად არის მცდელობა, რომ კვლავ ჩასვან შეთანხმების პროექტში საკითხები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. საკითხები, რომლებიც ირანელებმა სცადეს, რომ შეთანხმებიდან ამოეღოთ და ყურადღება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეზე გადაეტანათ, ვიტკოფმა მოითხოვა, რომ ეს საკითხები კვლავ შეთანხმებაში ჩასვან. გუშინ ღამით ირანელებმა თავიანთი პასუხი გაუგზავნეს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც მე ვხვდები, ირანელები მივიდნენ უფრო ახლოს აშშ-ის ცვლილებებთან, მაგრამ არ მიიღეს ისინი. და ვფიქრობ, ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის არ იყო კმაყოფილი ირანის პასუხით, რომელიც ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა იმას, რაც აშშ-ს სურდა. ეხლა, თუ მოლაპარაკებები რეალურად არ გადაწყვეტს ბირთვულ საკითხს, უნდა ვივარაუდოთ, ან მგონი უნდა ვივარაუდოთ, რომ ომი განახდება. და ამ ვარიანტთან დაკავშირებით აშშ-ს სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთში რეალურად არ შემცირებულა. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ და მეტ მომარაგების თვითმფრინავს, რომლებიც აშშ-ს ბაზებში და სხვა ოპერაციულ წერტილებში დაფრინავენ რეგიონში. და სწორედ გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაატარა უმაღლესი საიდუმლოების შეხვედრა, რომლის შესახებაც მედია მიცოდა. და ამ შეხვედრაზე მან სამხედრო მეთაურებთან დამართა შეხვედრა, რომლებმაც მას მისცეს ვარიანტები, თუ რას შეიძლება გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა, თუ მოლაპარაკებები წინ არ წავა. აი, რას ამბობს ის ამას. გუშინ აქ ცენტრალური სარდლობის მეთაური შემოვიდა. ის სხვა მიდგომასა და ვარიანტებზე ხომ არ გაცვლიდათ ინფორმაციას, რა სახის ვარიანტებია, როგორ განსხვავდებოდა ისინი? ვარიანტები, ანუ გინდათ უბრალოდ მივიდეთ და მთლიანად გავანადგუროთ ისინი და სამუდამოდ დავასრულოთ, თუ გსურს სადოთ და შეთანხმებას მივახციოთ. აი ესენია ვარიანტები. გინდა რომ უბრალოდ მთლიანად გაანადგურო ის. მე მირჩევნია არა. ადამიანურად მე მირჩევნია არა, მაგრამ ეს არის ვარიანტი. გსურს რომ იქ მძიმე ძალით შევიდეთ და უბრალოდ გავანადგუროთ ისინი. თუ გსურს რომ რაღაც გავაკეთოთ, ისინი ძალიან დაქსაქსული ჯგუფი არიან, როგორც შეგიძლია გაიგო პიტერ. ძალიან არათანმიმდევრული. ანუ ისინი ერთმანეთს ვერ ეწყობიან და ეს ჩვენ ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს. ერთ ჯგუფს სურს გარკვეული შეთანხმების დადება, მეორე ჯგუფსაც სურს გარკვეული შეთანხმების დადება. მათ შორის არიან კაცრი ხაზის მიმდევრებიც, კაცრი ხაზის მიმდევრებიც შეთანხმების გაკეთებას ცდილობენ, რატომ არ უნდა სადონ? მათ არ აქვთ საზღვაო ძალები, არ აქვთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ანტისაჰაერო თავდაცვა. მათ არაფერი აქვთ. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა რა გონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. თუ თქვენ ირანის ისტორია და ის თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე გაინტერესებთ, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ თმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ ეკრანზე გამოსახულ ბოლო ეკრანზე დაჭერით. ძირითადად დააწყაპუნეთ ვიდეოზე, რომელიც თქვენს ეკრანზე, ანზე.